დღეს ექიმებში ბაქტერია, რომელიც კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს იწვევს. ეს გახლავთ ჰელიკობაქტერია პილორი. გაიგეთ წყლულის დროს აკრძალული პროდუქტების შესახებ. სწორედ ის შემთხვევა, როცა დარბაზის აბსოლუტური უმრავლესობა შეცდა. რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი? სპეციალური სტუმარი ია ფარულავა. რაღაცა გამეჭედა ნაწლავი და გაჩნდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. დაამარცხეთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები. დღეს ექიმებთან ერთად. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღეს ჩვენ ისეთი თემა შევარჩიეთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს არის კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ქართული სამზარეულო გემრიელი კი არის, მაგრამ ამასთანავე ძალიან მძიმეა ჩვენი კუჭისა და ნაწლავებისათვის. გარდა ამისა, სამწუხაროდ ვერც მოწესრიგებული კვების რეჟიმით დავიკვეხნით დიდად. ყოველივე ეს განაპირობებს ერთ რამეს, რიგებს გასტროენტეროლოგის კაბინეტთან, ანუ კუჭ-ნაწლავის ექიმებთან. კუჭ-ნაწლავის ყველა დაავადებას მუცლის არეში მკვეთრი ტკივილები ახასიათებს. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეუძლია ადამიანებს მუცლის ტკივილის მიზეზების ამოცნობა. გადაცემა ექიმებიდან ვართ და ერთი რაღაც მინდა რომ გკითხოთ. აი ეს ადგილი მაწუხებს ძალიან და თქვენი აზრით რა შეიძლება რომ იყოს? კუჭზე და ჯირკვალი. არ ვიცი. კუჭის პრობლემები აღარ გამოკუჭებელი დალია. ხო და რისი გამაკუჭებელი დავლიო? ტკივილის ნაცვლად. შეიძლება სპაზმი იყოს ასევე. აი ეს ადგილი მაწუხებს ძალიან და თქვენი აზრით რა შეიძლება რომ იყოს? ეღორე კუჭა. არ ვიცი. გირჩევთ მიაკითხოთ იმ ექიმებს, ისინი გეტყვიან. გამარჯობა, ქალბატონო, ერთ შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ თუ შეიძლება. აი ეს ადგილი მაწუხებს ძალიან და თქვენი აზრით რა შეიძლება რომ იყოს? აქ. გულით შეიძლება იყოს, აქ მარტო კუჭი არის. რატო? ესე იგი შეიძლება გული მაწუხებდეს ან კუჭი. ან ფორმეთ გოჯან ნაწლავი, რა ვიცი. დიდი მადლობა. დიაფრაგმა არის, მან და კუჭის პრობლემა მოგექნებოდა, მე მგონი კუჭის პრობლემა მგონია მე. აი აქ. აქ. დიახ. კუჭი. აი ეს ადგილი მაწუხებს. თქვენი აზრით რა შეიძლება რომ იყოს? თავდაპირ კუჭი გაწუხებს. აი ეს ადგილი მაწუხებს ძალიან და თუ იცით რომელიმე რა შეიძლება რომ იყოს? ეს? აი ხო, აი აქ. ანუ ორივე გონიათ რომ არის კუჭი. სხვა არ შეიძლება რამე იყოს კუჭის გარდა. კუჭის თავი. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება რომ მითხრათ. აი ეს ადგილი მაწუხებს ძალიან და რა შეიძლება თქვენი აზრით რომ იყოს? მათ იცის კუჭზე გადაცემა ტკივილების, კუჭის დავიწყო მათ იცის გაღიზიანების დროს სხვა. არ ვერდებით მედიცინას. ზოგჯერ კუჭი გონია და გულის ბრალიც არის ხოლმე. გამარჯობა. აი ეს ადგილი მაწუხებს და თქვენი აზრით რა შეიძლება რომ იყოს? აი ეს ადგილი მაწუხებს ძალიან და თქვენი აზრით რა შეიძლება რომ იყოს? არც თქვენ არ იცით? მადლობა. როცა კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე ვსაუბრობ, წარმოუდგენელი არ ვახსენოთ წყლული. ეს არის მართლა ძალიან გავრცელებული და რაც მთავარია, ძალიან მტკივნეული პრობლემა. კუჭის წყულზე ყველას ხსმენია, მაგრამ ალბათ გაინტერესებთ კონკრეტულად რა პროცესია ეს, რა სახის წყულები ჩნდება, რა ადგილზე ჩნდება და რა იწვევს ამ ყველაფერს. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მარტივად თქვენთვის გასაგებ ენაზე აგიხსნათ. კუჭი მდებარეობს მუცლის ზედა ნაწილში, მარცხენა მხარეს, აი დაახლოებით აი აქ. ეს არის კუნთოვანი ორგანო, რომელიც აი ესე გამოიყურება. იმისთვის, რომ საკვები გადაამუშავოს, კუჭი გამოყოფს მჟავას, კუჭის წვენს, დღეღამეში დაახლოებით 2 litrს. რასაკვირველია არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს მჟავა თვითონ კუჭის კედელსაც დააზიანებს. ეს რომ არ მოხდეს, კუჭი შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელიც კუჭს დაზიანებისგან იცავს. აი დაახლოებით რო წარმოიდგინოთ, აი ასე. თუმცა სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ეს დამცავი ფენა ზიანდება, თხელდება და გამოჩნდება კუჭის კედელი, რომელიც შეიძლება კუჭის მჟავამ, რომელიც ძალიან აგრესიული მჟავაა, ეს კედელი დააზიანოს და შესაბამისად გაჩნდეს წყლული. მულაჟისთვის ტრადიციულად დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს. ასეთი წყლები ძალიან ხშირია თვითონ კუჭში, ასევე 12 გოჯა ნაწლავში, რომელიც ამ მულაჟზე სამწუხაროდ არ ჩანს. თუმცა წყლები შეიძლება გაჩნდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც კუჭის წვენი თავის აგრესიულ თვისებებს ავლენს. ესენი არის საყლაპავი და ასევე წვრილი ნაწლავი. ეს ყველაფერი შეგვიძლია
გრაფიკულადაც ვნახოთ. ეს არის კუჭი, სადაც ბუნებრივად დაცულია ბალანსი კუჭის წვენსა და ლორწოვან გარს შორის. აი ხედავთ, რომ ადამიანმა მიიღო გარკვეული პრეპარატები, მოთავსდა ისინი კუჭში, რომელიც შეიწოვა კუჭის კედელმა, მაგრამ ამ შეწოვის პროცესში დაირღვა ბალანსი კუჭის წვენსა და ლორწოვან გარს შორის. შედეგად კუჭის წვენმა დააზიანა ლორწო და შემდეგ ეს დაზიანებული ლორწოვანის ადგილზე ნელ-ნელა კუჭის კედელზე გაჩნდა წყლულოვანი წარმონაქმნი. სამწუხაროდ ზოგ პრეპარატს ჩვენს კუჭზე ნამდვილად აქვს ასეთი გავლენა, პრეპარატები და ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მაგალითად ასპირინი და იბუპროფენი. მოკლედ გავიგეთ, რომ ზოგიერთი წამლის ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება კუჭის წყლული დაგმართოს, ალბათ მაყურებელს აინტერესებს, რა არის წყლულის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი. თუ შეიძლება მოიმარჯვეთ ნიშნულები და გვიპასუხეთ, მითია თუ რეალობა, რომ არასწორი კვება იწვევს კუჭის წყლულოვან დაავადებას. დარბაზის აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს და ფიქრობს, რომ ეს არის რეალობა. თუმცა რეალობაში და სინამდვილეში ეს არის მითი. ეს სწორედ ის შემთხვევა, როცა დარბაზის აბსოლუტური უმრავლესობა შეცდა, სინამდვილეში კუჭის წყლულის შემთხვევათა 80% გამოწვეულია არა წამლებით და არასწორი კვებით ან სტრესით, არამედ ერთი კონკრეტული ბაქტერიით. აი შეხედეთ, ეს გახლავთ ჰელიკობაქტერია პილორი. პეპტიური წყლულების 80% გამოწვეულია სწორედ აი ამ ბაქტერიით. მას შემდეგ, რაც ჩვენს ორგანიზმში მოხდება, ეს ბაქტერია სახლდება სწორედ კუჭის ლორწოვან გარში, იწვევს მის ანთებას და შედეგად წარმოქმნის წყლულებს. ალბათ გაინტერესებთ, თუ საიდან ხდება ეს ბაქტერია ჩვენს ორგანიზმში, ამ ეტაპზე სამწუხაროდ ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ჰელიკობაქტერია ადამიანთან ადამიანზე გადადის ახლო კონტაქტით, მაგალითად კოცნით. თუმცა ჰელიკობაქტერია შესაძლოა მოხდეს საკვებთან და წყალთან ერთადაც. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ექიმებს ამ ბაქტერიის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ და მიიჩნევდნენ, რომ პეპტიურ წყლულოვან დაავადებას არასწორი კვება, წარესაკვები და სტრესი იწვევდა. თუმცა თანამედროვე მედიცინაში უკვე ვიცით, რომ ეს ყველაფერი მთლად წარესაკვებზე და სტრესზე არ არის დამოკიდებული, მათ შეუძლიათ გაუარესება არსებული წყლულის და მხოლოდ მცირე შემთხვევაში შეუძლიათ მათ წყლულის გამოწვევა. ძირითადად წყლულის გამომწვევი მიზეზი გახლავთ ჰელიკობაქტერია პილორი. ცოტა ხანში ექიმებში გაჯობია კარგად დამჟავებულ წითელ მჟავე კომბოსტოს წვენს. შველის თუ არა კომბოსტო და წიწაკა კუჭის წყლულოვან დაავადებას. კომბოსტო კარგია, ახლა ბავშვი კომბოსტოდან მოდის. წყლულს კომბოსტოში. მოდი ახლა გადავიდეთ სიმპტომებზე, თუ რა სიმპტომები აქვს პეპტიურ წყლულოვან დაავადებას, ეს შეკითხვა იმ ადამიანს დაუსვათ, ვისაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოუცდია. სტუდიაში გვყავს ასეთი ადამიანი, მოგესალმებით, გაგვესცადეთ თუ შეიძლება. მოგესალმებით, მე ვარ თამარ მამასახლისი. დაახლოებით 3 თვის წინ მქონდა საშინელი ტკივილი მუცლის არეში. ექიმთან მისვლის მერე და გასტროსკოპიის გაკეთების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მქონდა ეროზიული გასტრიტი და მცირე ზომის წყლული დაახლოებით 2-3 მილიმეტრი 12 გოჯა ნაწლავზე. დამენიშნა რამდენიმე პრეპარატი და დიეტა. ოღონდ ეს დიეტა არ ყოფილა ძალიან მკაცრი, უფრო ჯანსაღი კვება იყო. ახლა როგორ გზნობთ თავს? იმის მერე ტკივილი აღარ მქონია. და იმ დროს რა ტიპის ტკივილი იყო? აი როგორ აღწერდი ამ ტკივილს? სპაზმები მქონდა. და რას უკავშირდებოდა ეს? დილით ტკივილმა გამოღვიძა და დაახლოებით პირველ 2 საათამდე ვითმენდი და მე გადავწყვიტე რაღაც სერიოზული იყო და მიმართა ექიმს. რამდენ ხანს გრძელდებოდა მკურნალობის კურსი? პრეპარატებს 2 კვირა ვიღებდი დაახლოებით. დიდი მადლობა. მოდით ამ სიმპტომებს კიდევ ერთხელ უფრო გასაგებად ავხსნით. მაშ ასე, კუჭნაწლავის წყლულების სიმპტომებია. პირველი, ეს არის ტკივილი, როგორც ჩვენმა სტუმარმა აღნიშნა. ტკივილი შესაძლოა იგრძნოთ ნებისმიერ ადგილას, ჭიპიდან გულმკერდის ძვლამდეც კი. ტკივილი უარესდება, როდესაც კუჭი ცარიელია, ანუ მშიერი ტკივილი, როდესაც ყალიბდება. ასევე ტკივილი მწვავდება ღამით, როგორც ქალბატონმა აღნიშნა, რომ დილით გაიღვიძა და უკვე კუჭი ტკიოდა. ტკივილი გიმსუბუქდებათ მაშინ, როდესაც საკვებს მიიღებთ და ისეთ საკვებს მიიღებთ განსაკუთრებით, რომელიც კუჭის წვენს ანეიტრალებს, ან კუჭის წვენის შესამცირებელ მედიკამენტებსაც დალებთ. ტკივილი ქრება რამდენიმე დღით ან კვირით, მაგრამ სამწუხაროდ შემდგომში ისევ ბრუნდება. მეორე სიმპტომი ეს არის გულისრევა და ღებინება. ამ დროს შესაძლოა იყოს სისხლიანი პირნაღები მასები, როდესაც სისხლიდან წყულთან გვაქვს საქმე. მესამე სიმპტომი ეს არის მუქი ფერის განავალი, ეგრეთ წოდებული მელენა, როგორც სამედიცინო ენაზე ქვია. მეოთხე სიმპტომი ეს არის წონაში უმიზეზო კლება.
და ასევე ცვლილებები ჭამის მადაში შეიძლება შეინიშნებოდეს განსაკუთრებით მადის დაკარგვა. კარგი, რა იწვევს წყულს ეს გავიგეთ, სიმპტომებიც გავიგეთ. ახლა გვაინტერესებს როგორ ვუმკურნალოთ მას. პეპტიური წყულოვანი დაავადების მკურნალობის გზებზე სპეციალისტი გვესაუბრება. მიესალმეთ მედიცინის დოქტორი, ავერსის კლინიკის გასტროენტეროლოგი ქალბატონი ქეთევან ჩიტაიშვილი. წყალშემოქმედებით როგორც გასტროენტეროლოგს იცით რომ წყალი გადასარევის საშუალებაა ჯანმრთელობისთვის. კუჭის წყულის და 12 გოჯა ნაწლავის წყულის გამო ბევრი ადამიანი მოგმართავთ თქვენ იმისათვის რომ ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა. თუმცა უფრო მეტი ადამიანი მკურნალობის შინაურულ მეთოდებს მიმართავენ ხოლმე. მაგალითად მსმენია რომ ყველაზე გავრცელებული მეთოდი კუჭის წყულის არსებობის დროს ეს არის სოდიანი წყალი და აი ამას აკეთებენ შემდეგნაირად. აი ციკოტებია ჩემი ენაზე იყო თამდო შეწუხებული იყო უნდა იყო იმ დრო კუჭის გაწუხებს ტკივა იღებენ წყალს მე იღებენ საკვებს სოდას ყრიან ამას წყალში მე ამას ურევენ და ძალიან გემრიელადაც მიირთმევენ რასაც მე ახლა არ გავაკეთებ არავითარ შემთხვევაში ამ სოდიან წყალთან დაკავშირებით მოგახსენებთ რომ ადამიანი სოდიანი წყლის მიღების შემდეგ ახერხებს მცირე დროით დასაწყისში ტკივილის შემცირებას და წვის შემცირებას ეს როგორ ჯობია ენაზე დავიყაროთ და წყალი დავაყოლოთ თუ მაგრამ არიციან რომ მას მოყვება კიდევ სხვა ეფექტი ანუ როდესაც განეიტრალებული კუჭისწვენი მოხდება 12 გოჯაში მაშინ ორგანიზმი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით მჟავას და წვენს გამოიმუშავებს და ჩივილების შემდეგ ეტაპზე უფრო უარესდება რა თქმა უნდა ეს მეთოდი არ გვარგებს არავითარ შემთხვევაში ამიტომ უნდა დავიხსნოთ რომ ეს მეთოდი ადამიანებო ჩვენო საყვარელო ტელემაყურებელო აი ეს მეთოდი როდესაც ჩვენ გვაწუხებს კუჭის ტკივილი იქნება ეს თუ გვაქვს წყლოვანი დაავადება თუ წვის შეგრძნება ან გუნძმალვის დროს ხო სოდიან წყალს ნუ მიიღებთ ეს არ არის გამოსავალი ეს დროებით გააყუჩებს ტკივილს იმიტომ რომ ამ დროს ნეიტრალდება კუჭის მჟავიანობა თუმცა შემდგომში გამომდინარე თქვენს მიერ ახსნილი მექანიზმიდან უფრო უარესი მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ამიტომ სოდიანი წყლის მიღებას თავი დაანებეთ ძალიან გავრცელებული ასევე მოსაზრება იმის შესახებ რომ ალკოჰოლი კერძოდ არ არის ანუ მაღალი სპირტის შემცველობის გამო კუჭის წყლოვანი დაავადების მკურნალობის ძალიან კარგი საშუალებაა და ეხლა უფრო დიდი სიამოვნებით შეიძლება იმის განსახიერება თუ როგორ უნდა დაისხა არა გაგიმარჯოთ მაგრამ არ მგონია ფლად წყლის მკურნალობისთვის გამოდგებოდეს და რა სიტყვით ამას სამწუხაროდ მხოლოდ მოსაზრება არ არსებობს ამის შესახებ არამედ პრაქტიკაშიც შევხვედრივად როდესაც ადამიანი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში დილით უსმოზე იღებს გარკვეული რაოდენობით არახს სამკურნალოდ გარკვეულ ეტაპზე თვლიდნენ რომ ალკოჰოლური სასმელი არის პეპტიური წყულის გამომწვევი მიზეზი მაგრამ შემდეგ ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა დაახლოებით 47000 მამაკაცზე და ეს კავშირი არა რა თქმა უნდა არ დადგინდა ეს კავშირი პეპტიურ წყულსა და ალკოჰოლის ჭარბ მიღებას შორის თუმცა დამტკიცდა რომ ალკოჰოლის ჭარბი მიღება იწვევს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას და არასპეციფიური გასტრიტის განვითარებას ეს კი თავის მხრივ რა თქმა უნდა არის რისკი პეპტიური წყლოვანი დაავადების განვითარების ამდენად ალკოჰოლი არათუ სამკურნალო საშუალება არ არის არამედ პირიქით კიდევ უფრო აზიანებს ლორწოვანს არსებულ მდგომარეობას და თუ არ გვაქვს პეპტიური წყული შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას სოდიან წყალზე და არაყზე გავიგეთ მითები კიდევ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მითია ამ დაავადებასთან დაკავშირებით და აი რა ხსმენიათ ისეთი ყველაზე არსებობს მითები ვთქვათ ასკილის ნაყენის შესახებ უმი კარტოფილის წვენის შესახებ მრავალძარღვას შესახებ ანუ შევაჯამოთ ესე იგი მრავალძარღვა ასკილი ალოე უმი კარტოფილის წვენი სოდა არ გამოდგება არანაირად, მათ შორის ალკოჰოლი არ გამოდგება წყლოვანი დაავადების სამკურნალოდ. პირიქით, ეს უარესია ამ დაავადების დროს. სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დაადგინეს, რომ წყლულის შემთხვევაში ძალიან კარგია და სასარგებლოა კომბოსტოს წვენი. ისე რაჯობია კარგად დამჟავებულ წითელმჟავე კომბოსტოს წვენს განსაკუთრებით ნაბახუსებზე, ხო? ოღონდ როცა კუჭის და 12 გოჯაჭი არ გაწუხებს. მჟავე არა, მაგრამ კომბოსტოს წვენი თურმე კვლევებით მართლა სასარგებლო ყოფილა კუჭის წყლებისთვის. არა, კომბოსტო კარგია, ხა ბავშვი კომბოსტოდან მოდის, წყლულს კომბოსტო შორის და ცუდი არ უნდა იყოს. ესე დატვირთული ის არის მცენარეა. ქაბატონ ქეთევან, თქვენ რას გვეტყვით კომბოსტოსთან მიმართებაში?
მე არ გირჩევთ, მე ჩემ პაციენტებს ვერ ვურჩევ, რომ პეპტიური წყლულის დროს მიმართონ. ოთაშორის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს წითელ წიწაკასთან დაკავშირებით. ზოგიერთი კვლევების მიხედვით ამბობენ, რომ წიწაკის მიღება მოქმედებს ჰელიკობაქტერ პილორიზე, ან კლავს ამ ბაქტერიას და გარკვეულწილად არ მოგვიწოდებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ შეიძლება ეს სასარგებლო იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ჰელიკობაქტერ პილორის ანადგურებს, ასე ვთქვათ, წიწაკა. თქვენ თუ ურჩევთ პაციენტებს ამის გაკეთებას? იცით რა, მე წამიკითხავს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჭარბად ხმარობენ წითელ წიწაკას და ცხარე საკვებს, პეპტიური დაავადებების შემთხვევების რიცხვი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის მოსაზრება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, პაციენტები თვითონ ვისაც აქვს პეპტიური წყლული, თვითონ აღნიშნავენ, რომ ცხარე საკვები მათში იწვევს დისკომფორტს, ტკივილის მატებას და ამიტომ თვითონვე თავს იკავებენ წიწაკისაგან. ამდენად სამკურნალოდ ნამდვილად ეხლა ცხარე წიწაკის ჭამა არ გამოგვადგება. ანუ თოწყლოვანი დაავადება დიაგნოსტირებულია, რა თქმა უნდა, წიწაკის ჭამას ვერ ურჩევს ადამიანს. თუმცა ისე უნდა ითქვას, რომ წიწაკა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ეს ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, ამაზე საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ვიტამინების დიდი წყაროა. პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგიაო და ესე იგი ვინმეს რო აკოცებ უცხო ადამიანს, აუცილებლად იქვე წიწაკა უნდა ჩაღეჭო. ერთ-ერთ გადაცემაში. ცოტა ხანში დათო ექიმი დაავადების რისკებისა და სიმპტომების შესახებ. გადავიდეთ მეორე სიმპტომზე, ეს არის მეტეორიზმი. ძალიან უხერხულიც არის, მინდა გითხრა ამ გაზების და ხო, გითხარით ყველაზე აპრობირებული და თანამედროვე გზები თუ როგორ უნდა უმკურნალოთ პეპტიურ წყლულს. ქართულ რეალობაში როგორ უმკურნალოთ პეპტიურ წყლულს, როდესაც გარშემო არის ძალიან ბევრი მომხიბვლელი რესტორანი, ძალიან დიდი და კარგი кейფები, მუდმივად ეს არ თავდება და ჩვენ გვიწევს ამ სიტუაციებში მონაწილეობა. აი ამ რეალობაში როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი? ყველაფერს ზომიერება სჭირდება ალბათ. ალკოჰოლის მიღებასაც, წიწაკის მიღებასაც და საერთოდ საკვების მიღებასაც. ეს არის ანტისეკრეტორული საშუალებები და ანტიბაქტერიული საშუალებები, ანუ ანტიბიოტიკები, რომლებიც ამცირებენ კუჭისწვენის გამოყოფას, ანტისეკრეტორული და მოქმედებენ ბაქტერიაზე და მას ერადიკაციულ თერაპიას უწოდებენ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში როდესაც გამომწვევი ეს ბაქტერია. გალდონკეთებად მაყურებელს თვითონ რო უთხრათ, პაციენტი რომელიც იწყებს მკურნალობას შესაბამისი კურსით და შესაბამისი სქემით, მას თუ უწევს საგანგებო დიეტის დაცვა, როგორც წესი პირველი რასაც მეკითხებიან, ეს არის უკავშირდება დალევას და კვებას. ალკოჰოლი ძალსაღად გამორიცხულია, კვებითი რეკომენდაციები რომ მივცეთ ადამიანებს და რო აუხსნათ, რომ ეს არ არის დიეტა, ეს სინამდვილეში სწორი კვებაა და სწორად ცხოვრების რიტმი. ალკოჰოლი რა თქმა უნდა ამოვიღოთ, რაც შეეხება დიეტას, რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვას ჩვენ არ ვუწესებთ პაციენტს, უბრალოდ ვეუბნებით, რომ იკვებოს სწორად და თუ შენიშნა რაიმე პროდუქტი, რომელიც მას ჩივილს უღრმავებს და რაიმე დისკომფორტს აძლევს და უქმნის, მაშინ რა თქმა უნდა ეს პროდუქტი დროებით უნდა ამოვიღოთ კვებითი რაციონიდან. დანარჩენი რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა არ არსებობს. პირველი დღიდანაც ჩვენი გადაცემა გადის ეთერში ვიბრძვით თამბაქოს და სიგარეტის წინააღმდეგ. სხვათა შორის რატომღაც ასოცირდება ხოლმე სიგარეტის მოხმარების რისკები ფილტვების დაავადებასთან და გულსიწავთა დაავადებებთან, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სიგარეტი არის პირველი მტერი კუჭისა და კუჭნაწლავის ტრაქტისთვის, კუჭის ლორწოვანს პირდაპირ ანგრევს სიგარეტი, იმიტომ რომ ის მავნენივთიერებები, რომელიც მოწევის დროს ჩვენ პირის ღრუში აღმოჩნდება, ნერწყვთან ერთად ძალიან ადვილად გადაინაცვლებს კუჭში და ლორწოვანს პირდაპირ ანგრევს. ამიტომ კიდევ ერთხელ სიგარეტს უნდა უთხრათ უარი ჩვენ გადაცემაში. მოდი აქ გართულებებზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. წყლულის შემთხვევაში არის გარკვეული ტიპის გართულებები. ძირითადად გართულება ვლინდება ხოლმე სისხლდენის სახით კუჭნაწლავის ტრაქტიდან, რომელსაც თან ახლავს პირნაღები მასები, ყავისფერი, რომელიც ასევე მე გრძელდება მელენაში. ამას მერე თან მოყვება თანდართული ანემია, ანუ სისხლის დანაკარგის გამო და კიდევ არ შემიძლია ესეთი საკმაოდ გავრცელებული სიტყვა არ გამოვიყენოთ დღეს, როგორც არის კუჭი გაუსყდა ჩემს ახლობელს. სინამდვილეში ამას სამედიცინოზე კუჭის წყლულის პერფორაცია ქვია, რომელსაც საკმაოდ ძიმე შედეგები მოყვება ხოლმე განსაკუთრებული დაგვიანებული ჩარევის დროს. კუჭის და ნაწლავის შიგთავსი ჩაიღრება მუცლის ღრუში, ვითარდება პერიტონიტი და პერიტონიტს კიდევ თავის მძიმე კლინიკური ნიშნები აქვს, რომელსაც ახლა არ შევეხებით, მაგრამ ეგრეთ წოდებულ გახეთქვას როგორ აღიქვამენ პაციენტები, პირველი რასაც მეუბნებიან არის ის, რომ ქონდა ძლიერი ტკივილი, ესეთი თითქოს ხანჯალი ჩამარტყეს ექიმო და ეს ლიტერატურაშიც ისე ახსნილი და პირველივე შედარებას აკეთებენ
ადამიანები ამის, როდესაც ვითარდება პერფორაცია და განვითარებული გახეთქვის, ეგრეთ წოდებული პერფორაციის დროს კურნალობის გზა გახლავთ ერთადერთი, მხოლოდ ეს არის ქირურგიული ჩარევა. მაყურებელს კიდევ ერთხელ უნდა აუხსნათ, რომ კუჭის ყლუვიანი დაავადება საკმაოდ საყურადღებო დიაგნოზი არის, მას ძალიან სერიოზული გართულებები ახასიათებს, მათ შორის სიცოცხლისთვის სასში გართულებები, რომელზეც დათომ ისაუბრა და მას ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს, ასე რომ თუ გაქვთ ეჭვი იმაზე, რომ თქვენ ყლუვიანი დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გაბატონ ქეთევან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი მარტივი ახსნისათვის, თუ რა წესები უნდა დაიხსნოს ჩვენმა ტელემაყურებელმა და მათ შორის ჩვენც. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ პეპტიდურ წყურებზე ვისაუბრეთ, შემდეგ ნაწილში ჩვენ კიდევ ერთ ძალიან გავრცელებულ ნაწლავის პრობლემაზე ვისაუბრეთ. ახლა კიდე დიდი სიამოვნებით მინდა გითხრათ ერთი ძალიან კარგი ამბავი, ჩვენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ვადევნებთ თვალს, როგორც იცით. პირველ ეტაპზე მკურნალობდა 32 პაციენტი და მათი უმრავლესობა უკვე სრულიად გამოჯამრთელებულია და აბსოლუტურად განიკურნა C ჰეპატიტის დაავადებისგან. მათ შორის არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გადაცემაში იყო სტუმრად მკურნალობის დაწყების დროს, ანუ წინა პერიოდში და ის ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელია, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დავიწყე მკურნალობა 15 მაისს და 12 ივნისს გავიკეთე ანალიზი სისხლის და აღმოჩნდა, რომ ვირუსი უკვე საერთოდ აღარ არსებობს. რაც რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან გასახარი ამბავი იყო. საქმე იმაშია, რომ ცხოვრების წესი, რომლითაც ცხოვრობდი და რომლითაც გარკვეულწილად შეზღუდული ვიყავი ამ ვირუსის გამო, ეხლა ჩვეულებრივად ვაგრძელებ. ძალიან ბევრს დავდივარ ჰაერზე, კვების თვალსაზრისითაც მაქსიმალურად ვცდილობ კვების რაციონი მქონდეს მსუბუქი, ვერიდები თქვა ცხიმიანს აჭმელებს შემწვარს. ოქტომბერში სრულდება უკვე ამ მკურნალობის კურსი 6 თვე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მე და სხვა ის ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები, გამოჯანმრთელდებიან სრულად. მივადგეთ ერთ ძალიან საინტერესო სამედიცინო თემას, რომელიც ამ ბოლო ხანებში ძალიან აქტუალურია. ეს არის დაავადება, რომლის შესახებაც მსოფლიო სამედიცინო წრეებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრს მსჯელობენ. იმიტომ რომ მისი გამომწვევი მიზეზი ზუსტად დადგენილი ჯერჯერობით არ არის და ეს არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ახლა მინდა რომ სტუდიაში მოვიწვიო ადამიანი, რომელიც ამ პრობლემით დიდი ხანია არის შეწუხებული. გთხოვთ მიესალმოთ მსახიობი მშვენიერი ია ფარულავა. გამარჯობა ია. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. რაღაც მოგვიტანე შენ ჩვენ, ხო? საჩუქარი მოგიტანეთ, ეს არის ჩემი ნაწლავების ირიგოსკოპია. ოპა, მოდი გამოგართმევ მას. მე მგონი ასეთ რამეს იშვიათად აკეთებენ თქვენი სტუმრები, რომ ფარულავას ირიგოსკოპია. იცით რატომ მოვიტანე? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მეგობარი და ადამიანი 70% ქალბატონების არიან ამ პრობლემით და მინდა რომ ყველა მიცოდეს ამის შესახებ, რა არის ეს, მასთან ერთად ცხოვრება, რას მოიცავს, როგორი ცხოვრების სტილი უნდა ქონდეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ია, მოკლედ, შენი ახლობლების 70% იმედია, ხო? ძალიან დიდია. სოფლიოში 70% ქალბატონები და შეიძლება აი აქ მაყურებელთა დარბაზშიც ძალიან ბევრს ქონდეს და არც იცოდეს რომ ეს პრობლემა აქვს, ვიღაცა გონია რომ გასტრიტი აქვს, ვიღაცას გონია რომ ისა აქვს, ესა აქვს და ამ დროს შეიძლება იყოს ეს. მოკლედ, შეხარ ექიმი დღეს და ჩვენ ვართ შენი სტუმრები ასე. იცით რა არის, იმდენად რამდენადაც მე მიყვარს ყველაფერში ჩაღრმავება და როდესაც ესეთი პრობლემა მე ბავშვობიდან გამიჩნდა ეს პრობლემა, მოგეხსენებათ ამბობენ რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული რაღაცა ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრაუმასთან, როდესაც ადამიანს რაღაცა ტრაუმა აქვს, ნუ ბავშვს. საერთოდ ყველაფერი ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრაუმასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ალბათ ესეც. კი, მე ვფიქრობ რომ მე მაინც დამემართა ბავშვობაში ძალიან დიდი სტრესი მივიღე 8 წლის ასაკში, რაღაცა ქურდები შემოვიდნენ ჩვენთან სახლში და აი რაღაცა გამეჭედა ნაწლავებში და აი გამეჭედა და გაჩნდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. და გაჩნდა უფრო დეპრესიულ ფონზე და ასე შემდეგ. 8 წლის ასაკიდან დადიაგნოზებული მაწუხებს აი დადის. ოღონდ მე ცოტა სხვანაირი მაქვს. არსებობს ახლა თქვენ თვითონაც იცით, სხვადასხვა ტიპის ყაბზობით, ფაღარათით, კომბინირებული. მე უფრო ესეთი გაჭედილობით არ ვიცი ხა აქ ჩანს თუ არა, მაგრამ ნუ ამაზე სპეციალისტი მოვა და დაგვეხმარება, მაგრამ გაჭედილობა რას ნიშნავს? ყაბზობით, ანუ კონსტიპაციით. კუჭის მოქმედების გაძნელებით, ასე რომ ვთქვათ. რამდენი წელია რაც დიაგნოსტირებულია ეს ყველაფერი? 8 წლის ასაკში 40 წელი, მე 48 წლის ვარ. გადაო? არა. მართლა? ტაში. პირველი ადამიანი ხარ 1 წლის განმავლობაში, ვინც ჩვენთან შენაირი ლამაზი გოგონები და მსახიობები და ტელეწამყვანები და მომღერლები მოდიან და
ვერ ამოვათქმევინეთ ეს მათი ასაკი და შენ ესე თავისუფლად ყველაფერი ძალიან კარგად იცის და რაში რა არის და მithumetes ჩვენ ექიმები ბიჭო ირიგოს ტოპის სურათს არ გიმალავს ასაკს დაგიმალავ და კარგი სიმპტომები ჩამოუთვალოთ ერთად მაყურებელს კარგი როელი სიმპტომი ეს არის ტკივილი მუცლის არეში მე ამ ბოლო დროს ეს აღარ მაქვს იმიტომ რომ ეს დავარებული ებრძვი ასე ვთქვათ კი მაგრამ მუცლის ტკივილი აი მოვლითი ტკივილები ეს ბავშვობაში უფრო მქონდა ტკივილს ასევე შეიძლება თანსდევდეს ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება თუმცა დეფეკაციის შემდეგ ტკივილი დროებით შესაძლოა გაქრეს კიდევაც ნამდვილად ასეა შენ შემთხვევაში გადავიდეთ მეორე სიმპტომზე ეს არის მეტეორიზმი ანუ გაზების არასწორი მოძრაობა მუცელში ესე რომ ვთქვათ გასაგებენაზე დაგროვებული გაზები ერთ უბანში შემდეგ მეორე უბანში და პრაქტიკულად ცოტა მოაზროვნე ადამიანი თუ დაფიქრდება ამ გაზების მოძრაობით შეიძლება თავის მუცლის ანატომია ისწავლოს რა ნაწილში ამ დროს გადანაცვლებული ძალიან უხერხულიც არის მინდა გითხრა ამ გაზების და ერთ გოგონას ჰქონდა ესეთი ამბავი რომ აი არ ვიტყვი ვის ბევრი მოგინდა გათხოვდა და მე მგონი ამის გამო გამოთხოვდა ამიტომ კრები უნდა შეეჩვენა ადრე იყო ძველად ხო აბანოში წაყვა გავშვებს მას უნდა უხაროდეს იმიტომ ის განთავისუფლდა ვაიმე კარგით უფრო რთულ შემთხვევას მივადგეთ რომელიც შეიძლება ოჯახი კი არა ქვეყანა დაანგრიოს ისე დღეში ჩააგდოს ეს ადამიანი და ამას გაუვალობა ქვია ხო გაუვალობა უკვე ძიმეს აკრულობა ანუ როდესაც მომენტებია შეფერხებულია ასე ვთქვათ კუჭის მოქმედება. ძალიან ცუდი არის ეგ მომენტი. არის ეგ მომენტიც და წარმოდგენილი გვაქვს. თავიდან ძალიან კარგად დაიწყე შენ რომ ზოგს აქვს ფაღარათი, ზოგს ყაბზობი, ზოგს კომბინირებული ერთმანეთის მონაცვლეობით და ფაღარათი ერთ-ერთი ის კლინიკური გამოვლენება, სიმპტომია, რაც შეიძლება მოგვასწავლდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს. ზუსტად. ფაღარათობა გვიხარია, როცა არის. როცა იწყება გამოსავალია, ეს გიხარია უფრო კარგად გრძნობა. ერთ ნაწილს, რომელსაც უფრო ყაბზობით მიმდინარე აქვს. ადვილად იცლება და შებერილობაც არ არის და ასე შემდეგ, მაგრამ სუფაღარათიც არ შეიძლება. სუფაღარათიც კოშმარია მეთანხმები ალბათ. და ბოლო სიმპტომი ეს გახლავთ დეფეკაციის დროს ცალკე ულუფად ლორწოს გამოყოფა. ანუ ეგენი აღარ მიქიქი არ მინახავს. ესე იგი შენ უკეთეს მდგომარეობაში ხარ, ვიდრე შეიძლება. იცი ამას დამერწმუნე ჩიჩქნა და ქექვა ნამდვილად არ ჭირდება ამ მასებში, ხილულად ძალიან კარგად ჩანს თუ კი ესე არის გამოვლენილი. მოკლედ ძალიან შემაწუხებელი სიმპტომები ჩამოვთვალეთ, გამოცდილი მეთანხმება ამ ყველაფერში, მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც არის მუცლის ტკივილი. იცით რა არის, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ რომ ადამიანმა დააკვირდეს თავის თავს, თუ რა იწვევს სიმპტომებს. ზოგისთვის ეს არის სტრესი. აი ძალიან ხშირად არის რომ ადამიანი შეჭამა საჭმელი და ცუთ ხასიათზე დადგა, ძილი უნდა, რაღაც დისკომფორტი აქვს და ესეთი ხშირად ხდება ხოლმე. ეს სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ყოველთვის, მაგრამ გაღიზიანებული ნაწლავის დროს უნდა გქონდეს 3 თვეზე მეტხანს. ყველა ეს ჩვენი ჩამოთვლილი სიმპტომი შეიძლება ერთჯერადად ნებისმიერი კვებითი დარღვევის დროს გამოვლინდეს, მაგრამ აი ეს ყველაფერი ერთად ან აქედან მინიმუმ 3 სიმპტომი მაინც 3 თვეზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს, რომ ვიფიქროთ შემდეგ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე. კიდევ უფრო შემაწუხებელი ის არის, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ ემართება ადამიანს ზუსტად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. თუმცა ორი ძირითადი მიზეზი ცნობილია. პირველი, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ცუდად კოორდინირებული სიგნალები თავის ტვინსა და ნაწლავებს შორის. ნერვული სისტემა, ანუ ჩვენი თავის ტვინი ვერ აკონტროლებს სწორედ საჭმლის მომნელებას, ანუ პრობლემა თავშია. და მეორე მიზეზი, ეს არის ნაწლავის ფუნქციის მოშლა ან დაქვეითება. როდესაც ნაწლავში საკვებია, ის რითმულად მოძრაობს, რათა საკვები გადაადგილდეს კუჭიდან სწორი ნაწლავის მიმართულებით. ის რითმულად იჭიმება, იკუმშება და შემდეგ მოეშვება. თუ ადამიანს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს, ნაწლავის შესაძლოა უფრო მაგრად ან ძლიერად იჭიმებოდეს და იკუმშებოდეს, რაც იწვევს ზუსტად შებერილობას ან ფაღარათის არსებობას. ამ პირიქით შესაძლებელია ნაწლავი მუშაობდეს უფრო დუნეთ და სუსტად, რაც იწვევს იმას, რომ საჭმელი წესიერად ვერ გადამუშავდება, ვერ გადაადგილდება და შესაბამისად ვითარდება გაუვალობის მაგვარი მოვლენები. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის რისკის ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, ანუ 25-45 წლის ასაკია ეს ახალგაზრდა ასაკი. მეორე რისკის ჯგუფი ეს გახლავთ ქალები, როგორც შენახსენე. და ეს ორჯერ მეტად ემართებათ ქალებს ვიდრე მამაკაცებს.
ოჯახური ისტორია, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დაავადების დროს, ასევე აქაც. თუ კი ეს ვინმეს ოჯახში ქონია ან აქვს, შესაძლოა თქვენც აღმოჩნდეთ რისკის ჯგუფში ამ შემთხვევაში. და მეოთხე, ეს არის ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, რომელიც შეიძლება ნებისმიერი მექანიზმით იყოს გამოწვეული და ფსიქიკური აშლილობა და დეპრესია ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. და უიასთან ეს პრობლემა არ არსებობს, რა? ხო, თუმცა ძალიან ხშირად ძალიან დაბალი დოზით ანტიდეპრესანტიც შველის ამ სიტუაციას. აი, მეოთხედები, ისე კი არა, რომ ნიშნავენ რაღაც დღეში სამჯერ და რაღაც. მეოთხედები, ოდნავ პატარა დოზით. აუმჯობესებს მდგომარეობას. კი, იმიტომ რომ აი აქ ქიმიურ ბალანს მინდა გითხრა პირდაპირ, რომ არანაირად არ გავხარ არანაირი დეპრესიისკენ, მიდრეკის პირიქით, აქეთ არა, ნატო ნერვიული ტიპაჟი ხო არ? ნერვიული ტიპაჟი თელი საქართველოს ნერვიული ტიპაჟები ვართ დაწყებული ჩემი და დამთავრებული შემთხვევა. იცი რა არის, მე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამო ძალიან ბევრ რაღაც ესეთი სამსახურეობრივ თემატიკაზე ვთქვი უარი, იმიტომ რომ დისკომფორტის გამო რომ მე ცუდად ვარ აი რაღაცა სუმენ რატო არ გაქვს შენი გადაცემა ეს მოიცავს ძალიან ბევრ სტრესს, მუშაობა, საჭირო ჩართულობა, საჭირო და მე მირჩევნია წავიდე წამოვწვე და სხვათა შორის ერთგვარად აი ამან მე შემაფერხა იმის გარო თქვათ მე რაღაცა მეკეთებინა უფრო თუ გააკეთებ ჩვენ შენთან სტუმრას მოვალ სიამოვნებით. არ მინდა მადლობა. არა ეხა რაღაცა დიდი მადლობა პირიქით მაგაზე, მაგრამ აი იგივე ბიზნესის კეთება ეს ხო ყველაფერი სტრესთან არის დაკავშირებული და მე ყველანაირად ვერიდები ზედმეტ სტრესს. გამოდის რომ რაღაცა პირობებში ვარ, რაღაცა სასათბურე პირობებში ვარ, მაგრამ მე ჩემ თავს ესეთი პირობები შევქმენი, იმიტომ რომ მაწუხებს ეს პრობლემა. ძალიან კარგი ქენი რომ შეუქმენი ესეთი პირობები შენს თავს და ჩვენ გვესმის ის რომ აი ამ დაავადებით, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრება გახდა მართული დაავადების გამო. კი, მართე და თუ როგორ მართე, ამას რეკლამი შემიძლია. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ბევრადაც დამოკიდებული არის ავადმყოფისა და ექიმის შეთანხმებულ და შეჯერებულ მოქმედებაზე. მოდით ექიმს ვკითხოთ მკურნალობის მეთოდების შესახებ, გთხოვთ მიესალმოთ მედიცინის დოქტორი, ავერსის კლინიკის გასტროენტეროლოგი ბატონი თენგიზ თელია. გამარჯობა თენგიზ, მადლობა რომ მოგზაურდით. პირდაპირ გადმოვინაცვლოთ ჩვენს დიაგნოსტიკურ სტენდთან, სადაც არის ჩვენი მშვენიერი იას გამოკვლევა, რასაც რა ქვია? ირიგოგრაფია. რას ხედავთ ჩვენ ამ ირიგოგრაფიაზე, გითხარით ბატონო თენგიზ? რო გითხარით რამე სერიოზულ სტრუქტურულ დარღვევას, ვერაფერს. გრძელი ნაწლავი ჩანს. მაღალი გოგოა და ბოლო-ბოლო გრძელი ნაწლავი იქნება. განსაკუთრებული სტრუქტურული დარღვევები აქ არ ჩანს ერთი შეხედვით. აბა ეს სიმპტომები და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი საიდან? მაგას მოგახსენებთ ცალკე. კარგით, მაშინ დაბრძანდით და მოგვახსენეთ საიდან და როგორ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზის გამოსატანად მთელი რიგი კრიტერიუმები უნდა სრულდებოდეს. პირველი და უმთავრესი ის, რომ პაციენტთან არ უნდა ვლისნებოდეს ეგრეთ წოდებული წითელი დროშები, ანუ ეგრეთ წოდებული საგანგაშო ნიშნები, რომლებიც პაციენტს შეიძლება კონდეს და ჩამოთვლი ახლა ამ ნიშნებს. ეს არის უპირველეს ყოვლისა ასაკი 50 წელი და ზემოთ. ნუ ფაქტია აქ მაგასთან შეხება არ გვაქვს. ჯერ არა. არა გვაქვს. მეორე საგანგაშო ნიშანი, ეს არის განალოვან მასებთან ერთად სისხლიანი გამონადენი. მესამე საგანგაშო ნიშანი არის ზოგად ინტოქსიკაციური სიმპტომატიკა, რომელიც გამოიხატება რითი? ცხელებით, ანემიით, ანუ ჰემოგლობინის დაბალობით და სისუსტით და ასე შემდეგ. ია, თქვენ გაქვთ ეს? არა, ესეთი სიმპტომები არა მაქვს ახლა. ეს ძალიან რთული თემაა. ეს ძალიან კარგი. ანუ ეს სიმპტომები არ უნდა ქონდეს ადამიანს, რომ კლასიკურად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი იყოს დასმული. აი ამ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში დიაგნოზი ისმევა სიმპტომურად, ანუ აუცილებელი პირობაა, რომ პაციენტს ჰქონდეს თანხვედრი მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში იჩინა თავი და აქედან ბოლო 3 თვის განმავლობაში სულ მცირე თვეში 3ჯერ მაინც აწუხებს პაციენტს. ია, როგორ არის შენთან საქმე? ბოლო 40 წლის განმავლობაში აწუხებს შებერილობა და დისკომფორტი. ამასთან ერთად უნდა სრულდებოდეს 3 პუნქტიდან სულ მცირე 2. და რა პუნქტებია ეს? პირველი, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი უნდა გამონელდებოდეს ნაწლავური პასაჟის შემდეგ, ან ნაწლავური მოქმედების შემდეგ. მეორე, ტკივილის დაწყება უნდა უკავშირდებოდეს განავლოვანი მასების ფორმის ცვლილებას, ანუ ან შეკრულობისკენ, ან თხიერი განავლოვანი მასები უნდა იყოს და მესამე ნორმალური თუ არ არის უკვე და მესამე ნიშანი, რომ ეს მუცლის ტკივილის დაწყება უნდა უკავშირდებოდეს
ან მთლიანად შეკრულობას, ან აშლილობას. აი ამ სამიდან თუ ორი მაინც სრულდება და ამასთან ერთად პაციენტს საგანგაშო ნიშნები არ აქვს, ექიმს უკვე შეუძლია გამოიტანოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი. კიდევ ერთხელ აუცილებელი პირობაა მუცლის ტკივილის არსებობა. გასაგებია. ანუ როგორც ჩვენ ვნახეთ, საკმაოდ რთული ყოფილა ამ დიაგნოზის დასმა და მოდით ახლა გადავიდეთ მკურნალობის მეთოდებზე. თუმცა სანამ ექიმისგან მოვირჩევთ მენდეთ რჩევებს თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, გითხოთ იასთ, როგორ მკურნალობს და შემდეგ ჩვენი ექიმი გვეტყვის თუ რამდენად სწორად აკეთებს ის ამას. მოგეხსენებათ იმის გამო, რომ მე ეს პრობლემა მქონდა ჯერ კიდე ამერიკაში, ზუსტად ის მითხრა ექიმმა, რომ აქ რაღაცა ქიმიური დისბალანსის გამო შეიძლება ქონდეს ეს პრობლემა და დაამენიშნეს ძალიან კარგი წამალი, საქართველოში ის წამალი არ იყიდება და ძალიან მიშველა. საქართველოში ჩამოვედი და მე რაღაცა სტრესები ასე შემდეგ. ყველანაირი წამალი თუ კი რამე არსებობს საერთოდ კუჭნაწლავის სფეროში. ყველაფერი მაქვს დალეული. აბსოლუტურად ზეპირად შემიძლია ვთქვა. დანიშნულებებია ექიმის რაღაცა ჭამის წინ, ჭამის დროს, ჭამის მერე შუალედში, ძილის წინ, უზმოზე, აი ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. რაც ყველაზე მეტად მიშველა მე ამ შემთხვევაში, ეს არის ჰაგებმა მიშველეს, რატომღაც ეთყობა რაღაცა ბაქტერიები და ამბები, ენზიმებმა მიშველის ძალიან ენზიმები, ფერმენტები, დიახ. და ეხლა რეჟიმი რასაც შეეხება. მე ამ დექი და გავაკეთე ჩემი საკვების ასე თქვათ დღიური რა უძღოდა სიმპტომის გაძლიერებას თქვათ სტრესი თუ იყო თუ რა იყო დაკვირვება ვაწარმო რომელიც საჭმელი ნიგზიანი წიწაკიანი აი წიწაკაზე საუბრობთ მაგრამ ნუ ვერ ვჭამ ამ წიწაკას ნიორი ხახვი ბულგარული ძალიან რთულად არის ეს ძალიან რთულად არის თემა ამიტომ ყველი პური ჩაი ლიმნიანი ჩაი შაქრით ყველაზე კაი გამოსავალია ამ დღეს მარტო ყველი პური და რაღაცა აცხრობს თითქოს. ჩემთან ესე არის. კითხოთ ექიმს, თუ რამდენად სწორად მკურნალობს ია, რამდენად სწორად აგვიხსნა მან ეს გამაღიზიანებელი ფაქტორები და აგიხსნათ, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის სიმპტომური პათოლოგია. როდესაც სიმპტომურად ისმევა დიაგნოზით, განსაკუთრებული კვლევების გარეშე და სიმპტომური არის მკურნალობას. თუ წამყვანია შეკრულობით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პაციენტი გამომდინარე აქედან კონსტიპაციის საწინააღმდეგო მედიკამენტებით და კვებითი რაციონით უმკლავდება მას. თუ პირიქით დიარეული სინდრომით არის განპირობებული, შესაბამისად ანტიდიარეული საშუალებებით. აი ყველაზე რთულია, როდესაც მიქს ფორმები არის ხოლმე. არეული. სწორედ ამიტომ არის ექიმი, რომ პაციენტთან ერთად აი ძალიან მჭიდრო კოლაბორაციაში ერთად გადაწყვიტოს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ექიმზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ამ ძალიან კარგი რაღაც თქვა მაყურებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ყოველთვის და ყველაფერზე ღამის 3-ზე, დილის 7-ზე და შუადღის 2-ზე ექიმთან დარეკვა და ევსჭამე და ისდავლე, რა თქმა უნდა არ არის ამ შემთხვევაში სწორი, უნდა დააკვირდე საკუთარ თავს, საკუთარ სიმპტომებს, მით უმეტეს როცა ეს დიდი ხანი გრძელდება, რაღაც გამოცდილება ხო გიგროვდება და შესაბამისად შეგიძლია კვებით არეგულირო სიმპტომს იწვევს იმ საკვებს აღარ ეკარები, რა თქმა უნდა. იან პრაქტიკულად ამისთვის ცხოვრების რეჟიმი შეცვალა და ბევრ რამეზე თქვა უარი, მაგრამ შეიძლება თუ არა პრევენცია მოვახდინოთ, რომ არ განვითარდეს. ეს ხო ნერვული სისტემის აშლილობას უკავშირდება, მაინც მეტნაკლებად ეს მოსაზრება არსებობს და ესე უხეშად რო ავიღოთ, რომ ბავშვობიდან მშვიდად გავიზარდეთ და არ გაგვივითარდა, ეს მე მგონი არ არის ხო სწორი. ანუ პრევენციისთვის რა გზები არსებობს? არაფერს განსაკუთრებულს ახალს არ ვიტყვი. პირველი ჯანსაღი ცხოვრების წესი. იქიდან გამომდინარე, რომ გადაფარვითი სინდრომები ხშირად გვაქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან მიმართებით, კვებითი აუტანლობა და კვებითი ალერგიის გათვალისწინებით თვითონ პაციენტს რას დისკომფორტს ანიჭებს და გამოცდილი პაციენტი ამას ძალიან კარგად ხვდება თვითონ, იმ საკვებზე უარის თქმა. მეორე, წონის კორექცია აუცილებლად და ფიზიკური აქტივობის, დასაშვებ ნორმებში შენარჩუნება და მესამე თუ გასტროენტეროლოგი გადაწყვეტს, რომ პაციენტთან აუცილებელია ნევროლოგის ან ფსიქონევროლოგის ჩართვა, დაიზარებთ და შევიცხადებთ ამას, აუცილებლად საჭიროა მაშინ. დიდი მადლობა. მაყურებელს რამოდენიმე რჩევა მიეცი საკუთარი გამოცდილებიდან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. დაიმასაჟეთ მუცელი.
აი ეს მოეფერეთ თქვენს მუცელს და ნაწლავებს. შემდეგ რა თქმა უნდა დააკვირდით რომელი საკვები იწვევს თქვენში გაღიზიანებას და იმას მოერიდეთ. ძალიან ძნელი ახლა ქართულ სუფრაზე წახვალ და პირდაპირ ვეცემი ხოლმე ბადრიჯანს ნიგზი და ზუსტად ვიცი რომ ამის მერე მე უკვე თავიც მტკივდება, ცუდად ხვდები და რა ვიცი. და მერე მაგ თელი ამბავი და პრობლემები. მართლაც რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძილი. აი მაგალითად მე ძალიან მშველი შუადღის ძილი. თითქოს აი აქაც მშვიდდება რაღაცა და აქაც მშვიდდება რაღაცა. და ასევე ექიმის დანიშნულებასაც ახლა თუ ექიმთან მიხვალთ დაუჯერეთ. შეიძლება რომ აი ვიღაცას კონდეს და ამ დროს იმას ეგონოს რომ შეიძლება მე მაქვს შევიწროება ნაღვლის, მე მაქვს ალბათ გასტრიტი, აი შეიძლება სხვა რაღაცებში ეშლებოდა. ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა, როდესაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გამოგვაქვს. ანუ ამით ჩვენ პაციენტს ვეუბნებით, თქვენ მშვიდად იყავით, თქვენ სერიოზული აქ არაფერი არ გაწუხებთ და ცხოვრების სტილის შეცვლით და სიმპტომატური კურნალობით ეს პასუხისგებლობა არა მარტო მორალური, იურიდიულიც. გასტროენტეროლოგის ხელოვნებაც ის არის, რომ აი ამის უკან ამოიცნოს თუ კიდე არის სხვა რამ, რომ დამატებითი ორგანულ პათოლოგიის ამოცნობაზე აქვს ხო, შეიძლება იყოს აბლაყის ექიმი, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და უნდა იყოს ძალიან გადახარებული. ყველა შემთხვევაში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო ია როგორც პროფესიონალს, ექსპერტს ამ პრობლემის და შენი რჩევები მართლა მნიშვნელოვანია. ბატონ თენგიზ ავერსი კლინიკა და თქვენ ერთად ძალიან კარგად მიეცით მაყურებელს რჩევები. მინდა გითხრათ რომ ბევრი ადამიანი ამოისუნთქებს ალბათ ამის შემდეგ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ნაწლავის პრობლემები, კუჭის წყლული და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დავამარცხეთ. ექიმები ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.